ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება USA to Georgia. ყველგან დაგვით რა დაწრის გამოვარიდეთ. მოკლედ მეგობრებო, მიკროფონი დაიყეთ, აი. მე აი ესე და დავიმაგრო ისე. ხო. მოკლედ ეს არის იაპონური ვისკი. სულ მაინტერესებდა არა მაქვს დალეული. ეხლა ზოგი იტყვის ად იაპონიასად ვისკი მომრა, ვისკის ყველა ამზადებს. და იაპონელები უფრო ახლო არიან ვისკი ვიდრე ქართველები, იმიტომ რომ მარცვლის გახდიდნენ საკეს, მარცვლეული არის ბრინჯი. კი ბატონო. ეს ვისგან არის გაკეთებული? ეხლა ისინი ალაოსგან არის დამზადებული, ჩვენთან წარმოდგენილი ვისკები, პრემიუმ ხარისხის არის, რამოდენიმე ბრენდის გვაქვს. ეს არის Yamazakura, შებოლილი და კლასიკური ვარიანტი, ოღონდ ორივე შემთხვევაში გვაქვს შერეული ვისკი, არ არის single malt-ი. ეს არის Togouchi, პრემიუმ ხარისხია ესეც, single malt ვისკია და ასევე გვაქვს ურე მალტი, რაც ნიშნავს, რომ რამოდენიმე single malt ვისკისგან არის, ესე რომ ვთქვათ, კუპაჟირებული. უბრალოდ ამის შემთხვევაში თვითონ უშუალოდ single malt ვისკები და ეს ალაო მოაქვს სხვადასხვა ქვეყნიდან, მაგრამ ფერმენტაციის პროცესი იაპონიაში მიმდინარეობს. გარდა ამისა, ამ ბრენჯში განსაკუთრებული ის არის, რომ დაძველება ხდება ჰიროსიმას რეგიონში არსებულ მიწისქვეშა გვირაბებში, სადაც ტემპერატურა ყოველთვის 16-დან 17 გრადუსამდე არის შენარჩუნებული. ეს თავის მხრივ ვისკისთვის საკმაოდ დადებითად. ანუ მუხის კასრებში ვარგდება ესე? კი ბატონო, კასრებში ვარგდება ეს. სპეციფიკური რაღაცა იაპონური ანავი. თიხაში დააყენო რამე არა? არა, ესეთი განსხვავებული. ეხლა ამას საყურას ყვავილები რო ახატია, რამე საყურასთან აქვს? არა, ეს უბრალოდ ბრენდირების ნაწილია ვიზუალის შემთხვევაში. აი იაპონელები ეგეთი ხალხია, რო ეგეთი რაღაცები. თუმცა იაპონური ვისკი, დაუშვათ ირლანდიურსა და შოტლანდიურსა განსხვავებით, გაცილებით უფრო მსუბუქია. თვითონ იაპონელებიც მძიმე ალკოჰოლის მოყვარულები არ არიან. აზიელები საერთოდ კი ბატონო. და ნაკლები ნაბახუსები აქვს დაუშვათ კლასიკური ვისკისგან განსხვავებით იაპონურს. ეხლა ამას გრადუსები რამდენია? 40 გრადუსი. კი ბატონო. მაგრამ შეიძლება გრადუსი აქვს, მაგრამ ორგანიზმისთვის იმდენად მძიმე არ არის, აი ნაბახუსები შედარებით უფრო ნაკლები აქვს მეორე დღეს. შეიძლება რომელიმე გამო. კი ბატონო. ერთი ვნახოთ. რომელი კრება? ესენი შებოლილი ვისკები არა. ძირითად შემთხვევაში იაპონელები ხშირ შემთხვევაში იყენებენ ხოლმე შებოლის ტექნოლოგიას, მაგრამ ზოგში ნაკლებად, ზოგის მიმართულება საერთოდ შებოლილია. ეხლა ეს კონკრეტული ნამდვილად შებოლილი ვისკია, ეს არა. მოდი ეს გავწინჯო შებოლილი. მაინტერესებს. კი ბატონო. ირლანდიული და შოტლანდიური შებოლილი ვისკებიდან დიდი განსხვავდება. იაპონია ცოტა ისეთი რაღაც ჩვენთვის ზღაპრული ისინია, რა ქვია. ამას უნდა კონდეს ბოლის გემო და სხვანაირი რაღაცა უნდა იყოს და სულ რა და მომნახოთ. თქვენ ხომ არ გასინჯათ? ო, სუნი არა აქვს ძლიერი, ანუ სპიტი სუნი რამე არ გეცემა დროს ვაო რა, ანუ დაგნოსოთ. დალევი დროს იგზნობა სპირტი, ოღონდ რამოდენიმე წამი. იგი წამნახევარი რა, სიცხარე და მე სუბუქია ხომ აი? ისეთი მსუბუქია რომ შემოვიდა ვისკის ყვალობაზე, ესეთი არ უნდა იყოს რაღაცა ცოტა ვიღაცას ეთქვა რომ შემოვიდა ვისკიაო, ვეთქოდი არა, იმიტომ რომ არის ზნობა რა, შემოლის გემო არის ზნობა. მიუხედავად 40%-ისა, მაინც სუბუქი ვისკებია. ხო, სუბუქია. იცით არა, აქ შიგნიდან აი რომ ამოისუნთქეთ სხვიდან ჰაერს გამოუშვათ, ეგ სიმწარე და აი შლეიფი რასაც ქვია და რაღაცა, ეგ არა რა. ძალიან უცნაური ისა გემო. აი, თუ შებულის ესეთი გემო აქვს, არა შებულიანერი. არა შებოლილი იგივე ბრენდის გაგასინჯოთ თუ არა, აი თქვენ მირჩიეთ ეხლა სულ არ დავლე მალადატო. ნახე ეხლა შებოლილი როგორი იყო. ეხლა ნახოთ შებოლილი რომელიც არ არის. თქვენ რავი. მოდი ეს გავსინჯოთ Togouchi single malt-ი. კი ბატონო. თან ეხლა მე რას გეტყვით, რომ აი რაღაც ესეთ ბოთლებში აქვს იაპონელებს ვისკები რა. ხო, საკმაოდ განსხვავებულია და ხო, რო შეხედოთ არაფერია შეგეძლო. გარდა იმისა, რომ იაპონურად აწერია. ეს არის ჩვეულებრივი single malt პრემიუმ ხარისხის ვისკი. ამას საერთოდ
აი მოდი ხა გავსი ჯომ სპიტი სულია საერთოდ რა გემო რო ჩაღლაბავთ შიგნით რაღაც წამიერი სიმწარე ხოღონც სპიტი სიცხარი არ აქვს რაღაცნაირია და რბილია ხო მე არც მოაქვს სიმწარე არ მოაქვს რაღაცა აი როგორ გითხრათ ეხლა რა მუსიკა თუ ისმის ეს მუსიკა რაღაც მაგ მუსიკის მიყვება ხო რაღაც აი მაგ და გვაი რაღაცა რა არანაირი აი ეს კელტიანი ვაშკაცებელთი გადაიყერა აი მაგათ უყვარს ხოლმე ეგეთი რაღაცა ძლიერი რაღაცების დალევა მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ ახალგაზრდა სადისტილაციოა 2017 წელს დაარსდა მაინც საკმაოდ მაღალი ხარისხის ვისკებს ამზადებენ არა გემრიელი დიდი სიამოვნებით დავლევდი რაღის ეს დაახლოებით ეხლა აი ნახეთ რანაირია ფასած გავიგებ ანუ თუ ვისკი გიყვართ და სიცხარი არ გიყვართ ინა ჩებული კი ბატონო single malt 165 ლარი ღირს დღეს აჰა მოგე თუ 165 ლარი გაქვთ რეკომენდაციას გაუწევთ არის რბილი მსუბუქი უცნაური და გემრიელი მოგლეთ აბა ეს გასიჭი აი ეს გასიჭი ნახე რანაირია სუსხوانერია მოგე დიდი მადლობა მადლობა თქვენ იაპონურ ვისკებში რო გამოძრავეთ ისმათხოვეთ ეხლავე ილევა ძალიან პრიატნა და მე ხსნის იაპონური ვისკები არ დამევა. ეს მექსიკურია, ხო? მოგლეთ მეგობრებო. არის აი ეგეთი რაღაცა. ტეკილა, ოღონდ არის ტეკილას პაპა. მექსიკური არის და ველურ აგავას ჭრიან, აი თვითონ მონები აკეთებენ ამას. აღმოაჩინეს რომ აგავას ძირი იყო, კბილი, მაგრამ არის ქვასავით მაგარი და ხესავით არის. ორმოს ხრიდნენ, მაგას თლიდნენ, ყრიდნენ ორმოში, მიწას ზემოდან 2 დღე ცეცხლიან თუ. იმის შემდეგ ეს ითუშებოდა, რომ მოქონდათ ფაფასავით იყო. და მერე ხდიდნენ. ტეკილა მერე უფრო და უფრო ისქნეს რა ქვია, წაიყვანეს რა იმაში რა ქვია. მე რატო არ ვიღებ ეს? მე უფრო მეტ ლაპარაკობ ვიდრე ზურა. მე რატო არ და უფრო რაფინირებული გახდა, გააკეთილშობიდეს, მაგრამ აი ეს არის სუსხوانაი რაღაცა, მაგრამ გემრიელი ეს გასინჯეთ. ტეკილას პაპას დაუძახებ ამას. ტეკილა არ აწერია რომ არის. აწერია რომ მექსიკურია და რაღაც. მოდი აქეთ ახლა აი ეს დავლიე. აბა ეს გასინჯეთ. ტეკილას პაპა გასინჯეთ. ბალდახინი მოიტანე და გამი 45 წლისა ეს არის 44 წლის კონიაკი. საბრაგიდან არის ჩამოტანილი და ეხლა ნახეთ. რაც თუ ამას ძალეთ, რაც კონიაკზე იცოდით და გემოები იცოდით, ეგ უნდა დაივიწყოთ, იმიტომ რომ ამასაც მოტკბო გემოა. აი როგორ გითხრათ რა. დიდი გრადუსი აქვს, რამის 60 გრადუსია, რამის. და რო დალეთ სიცხარე მოაქენა და ანუ ერთი წლისა ვიყავი ესო კასრი ჩაასხა ვიღაცამ და ერთი წლით ჩემზე პატის არის პატარა ეს გასინჯეთ პირველად რომ დაილევა პირველი ჭიქა სიცხარე მოაქ ეგრევე და მე მეორე და მესამე ჭიქა ესეთი მსუბუქად და ლამაზად მოდის ძალიან რეკომენდაციას გაუწევდი მე აი თვითონ ამ სასმელს რა. ეს დანარჩენებს უყოლა ფრანგული. ყველა ფრანგული არის, ერთი კომპანია აწარმოებს, მეც იმ კომპანიაში მუშაობ საფრანგეთში. ანუ ეს რა კომპანია? გამარჯობა. ერთხელ მოკლედ ეს არის კომპანია ჟან-ლუკ პასკე. ფრანგული ოჯახური კომპანია არის ძალიან. აი ისეთი სამნი ვარ სულ უფროსები და მე ვარ გაყიდვების მენეჯერი.
ჩამოვედი აი ამ ფესტივალის გულისთვის, აი დისტილერიას აქვს ჩვენი პროდუქტები. გავიცანეთ ერთმანეთის შარშა და იმის მერე მოიწონა ჩვენი პროდუქტები და მაიჭი, სამნი ვართ რას ნიშნავს? ვიღაცა ხო აწარმოებს. აი ჟანია ეს კაცი აწარმოებს ჟანი არის და აი მაგას აბარია ყველაფერი. ვენახიდან დაწყებული ამ კონიაკის გამოხდიდან დამთავრებული და კიდე რავი ადმინისტრაციულ თემებში ეგ არის ყველაფერს ეგ. ანუ მუშებს ამუშავებს, მუშაობს ერთი ვენახებში. საწყალი მუშაობს. ერთი კაცი, ანუ ბევრს ვერ აწარმოებს როგორც 15 ჰექტარი გვაქვს ჯამში. ერთი კაცი 15 ჰექტარის. აი კახელებო, ნახეთ, 15 ჰექტარს ერთი კაცი უვლის. ანუ მოკრეფა ისეთი აი ოჯახური, იმიტომ ვიგულისხმე რომ ისეთი არის, მე აქედან რომ ჩავალ, მეც ვენახებში მომიწევს ცოტა ხანი იქ მუშაობა. აი ყველაფერს აკეთებს და აი მაგით არის ის რომ აი გულით გადმოცემს რაც აქვს და რასაც აწარმოებს. ახლა გეტყვით რა. ყურძენი რომ მოიყვანოთ და იმისგან გაგდოთ სპირტი. მერე ჩამოასხათ და ამდენი ხანი შეინახოთ რა. ნახეთ? პირდაპირ აწერია კონიაკიო რა. ეგ არის უკვე სხვა ჯიშის ყურძნიდან გაკეთებული. კონიაკი ზოგადად კეთდება უნიბლანიდან. უნიბლანი არის ყურძნის ჯიში. ეს არის ფოლ ბლანში. სხვა ჯიში არის ძალიან იშვიათი ჯიში არის, იმიტომ რომ სუსტი ჯიშია რა, აი ერთი რო შეეყაროს ბაქტერია არამე, ეგრევე კლავს თელ ჩაყოლებას და ჩვენ დავიტოვეთ 1 ჰექტარი. და 1 ჰექტარი რო დავიტოვეთ, გამოვიდა აი ესეთი უნიკალური კონიაკი, ეს არის აი სხვა გემოზე მიყავს, დანარჩენი უნიბლანზე რო არის, ეს ამას სხვა გემოზე მიყავს და გრადუსიც მეტი აქვს ამას, 48 და 6 აქვს ამას გრადუსი. ამას რამდენი ქონდა? მაგას ქონდა 46 და 6. მოკლედ ძალიან გემრიელი იყო და უცნაური რა. ანუ მე რო დავლიე, მეგონა რაღაცა კონიაკი, რაზეც ახართ მიჩოვლები, არა, სულ სხვანაირი რაღაცა. ჩემგან ამ კაცს დიდი პატივისცემა. დიდი მადლობა მე ხო გადაცემას. ნახავ ხელი ჩამოვარდნით. აუცილებლად. მადლობა თქვენ და თუ შემოხვალ საფრანგეთში გვეწვიეთ აუცილებლად. აუცილებლად მოდი. კარგად იქნება, კიდეც. მოდი ახლა გადავიდეთ.